Რამდენად რეალურია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები, შესაძლებელია თუ არა არსებული ბიუჯეტისა და ეკონომიკის პირობებში იმ პროგრამების რეალიზება, რასაც პარტიები ამორჩეველს თავაზობენ. პარტიების ეკონომიკური ხედვა არის პოპულიზმი თუ კვალიფიკაციის ნაკლებობა. პოლიტიკური პარტიების დაპირებებს ბიზნეს კოდის სტუდიაში ეკონომიკის დოქტორ დავით ასლანიშვილთან, კარჩის დამფუძნებელ ტარიელ ზივძივაძესთან და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა სპეციალისტ ირაკლი მაკალათიასთან ერთად შევაფასებთ. მოგესალმებით ბატონებო, ბატონ ტარიელ, პირველი კითხვა თქვენთან მაქვს. თქვენ უშუალოდ შეისწავლეთ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პლატფორმა, როგორ შეაფასებთ, რამდენად რეალურია ის დაპირებები, რასაც ისინი ამორჩეველს თავაზობენ. პირველ რიგში დიდი მადლობა ნინო მოწვევისათვის. ყურადღებით უსმენდი რეპორტაჟს. მინდა გითხრათ, რომ რაც ჩვენ იქ მოვისმინეთ, ეს არის მოცემულობა, რასაც საზოგადოება ითხოვს. ჩვენი გადასახედიდან მოძრაობა კარჯი ვართ ორგანიზაცია, რომელსაც გვაინტერესებს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გამოსავალი თუ ვინა წავიდეთ წინ. სწორედ ამის გამო ჩვენ დავიწყეთ და შევისწავლეთ იმ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, რომელთაც აქვთ და გამოაქვეყნეს ეს ეკონომიკური პროგრამები. მინდა გითხრათ, რომ თითოეულ მათგანში არის რაღაც საინტერესო, არის რაღაც, რასაც არ ვეთანხმები. მე გეგმაში მაქვს, რომ კვირაში ერთი კონკრეტული პარტიის ეკონომიკური პროგრამის შეფასება გამოვაქვეყნო ღიად. ახლა ორ სიტყვაში ცოტა რთულია თქმა, მაგრამ თუ უფრო კონკრეტულ შეკითხვას დამისვენებთ. დიახ, აი რას არ ეთანხმებით, ეს რომ მითხრათ მოკლედ და შემდეგ სხვა შეკითხვებსაც დაგისვათ ბუნებრივია. რას არ ეთანხმებით და რა გეჩვენებათ არარეალურად იმ დაპირებებში, რასაც პარტიები გასცემენ წინასაარჩევნოდ? იცით რა შეასაქმენინო, აი ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა წინასაარჩევნო პროცესში გვესმის სხვადასხვა სახის დაპირებები. სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მომწონს, როცა 90% დაპირებებისა, რაც დღეს გვესმის, პრაქტიკულად იგივეს გამეორება. დააგვირდით, 25 წელი ჩვენ თითქმის ერთი და იგივე გვესმის და გვაქვს თითქმის ერთი და იგივე შედეგი, იშვიათი გამონაკლისების გარდა. თუ გვინდა რამე განსხვავებული მივიღოთ ამ ქვეყანაში და განსხვავებული ეს არის სტაბილურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენ რაღაცა განსხვავებული უნდა გავაკეთოთ. არსებულ ეკონომიკურ პროგრამებში რაც არის გამოქვეყნებული, არის რამოდენიმე რადიკალური ნაბიჯი, რომელსაც აქვს შანსი, რომ მოიტანოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. უმეტესობა იგივე სხვა ტონალობაში გადამღერება, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში. დიახ, გასაგებია ბატონ ტარიელ, ახლა ბატონ დავითს მინდა დაუსვა შეკითხვა. ბატონ დავით, აი რაც გავეცანით პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, ძირითადად უფრო სოციალურად არის მოტივირებული და ყველა პარტია პირდება მოსახლეობას, რომ პენსია გაეზრდებათ. ასევე ერთ-ერთი პარტიის დაპირება, რომ 500 ლარიანი მინიმალურის სახელფასო პაკეტი იქნება ქვეყანაში შემოღებული. რამდენად რეალურია და მიღწევადია ეს დაპირება თქვენი შეფასებით? მოდით მაშინ მე მინდა ჯერ ცნობილი სოფლიო პოლიტიკოსის ოტო ფონ ბისმარკის სიტყვებით დავიწყო, რომ ყველაზე მეტად ხალხი იტყვება ნადირობის, ომისა და არჩევნების წინ. ასე რომ ეს გვახსოვდეს, მე მგონი ბისმარკს არ ჭირდება წარდგენა, უნდა დაუჯეროთ ამ სოფლიო დონის პოლიტიკოს. ანუ გვატყუებენ პოლიტიკური პარტიები, როცა ამბობენ, რომ პენსიას გავზრდით. შეიძლება 1000 თქვათ, მაგრამ უბრალოდ დოლარის კურსი ლართან შეიძლება 1.100-თან გახდეს, არ არის პრობლემა. ანუ სავსე არც ერთ არ უწერია, რომ დოლართან მით იქნება, თქვათ ეს პენსია. ანუ სავამ გადავალთ უშუალოდ ხარჯვაზე, ჯერ საიდან მოაქვთ ეს ფული და ეს რესურსი, ეს არის საინტერესო. ახლა რაცაც ვნახე გამოქვეყნებულ პროგრამებს შორის, რომ რამოდენიმე პარტიამ გამოქვეყნა ეკონომიკური ნაწილი თავის საარჩევნო პროგრამის, ეს არ არის ცუდი ან კარგი, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ეს რამოდენიმე პარტია აქცენტირებას ახდენს ეკონომიკურ საკითხებზე. დანარჩენს მიაჩნია უფრო თქვათ რუსეთთან სიტუაციის სტაბილიზაციის მიღწევა, შეიძლება ვიღაცასთან ევროკავშირთან, ანუ სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს ამ პარტიებს და ნაწილს საერთოდ არ გამოუქვეყნებია და ვეჭვობ, რომ შეიძლება არც გამოაქვეყნოს ეს ეკონომიკური ნაწილი პირადად აქცენტირებას ამაზე აკეთებს. არის პარტია, რომელიც ყველა საკითხებს თქვათ ასე თუ ისე აშუქებს. ანუ ეს უფრო გამომჟღავდება როგორც ჩანს სექტემბრის შუა რიცხვებში. ხაი დეტალები შემდეგ გავშალოთ. ახლა მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა ბატონ ირაკლის. ბატონ ირაკლი, აი როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევენ პოლიტიკური პარტიები ძირითადად სოციალურ თემატიკას, აი პენსიების ზრდას, ხელფასების ზრდას? ეს არის პოპულიზმი, მომგებიანი თემატიკა თუ რეალობა, რომ შესაძლებელია ეს მოხდეს მომავალში? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ დაპირებებს, საქართველოში სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც
რა სოციალური ფონიც გვაქვს დღეს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ სწორედ პოლიტიკური პარტიები აქცენტებს აკეთებენ სოციალურ დაპირებებზე და ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი სოციალური დაპირებები გაცენ, რაც შეიძლება უფრო მეტად მოიზიდონ მოსახლეობა და მეტი აუმრჩეველი მოიზიდონ ამ დაპირებებით. ეს რა თქმა უნდა ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და შესაბამისად ის პროგრამებიც რაც ხდება სწორედ აქეთკენ არის მიმართული და სხვათა შორის ისეთი პარტიებიც კი რომლებიც არიან მემარჯვენეები და მათი იდეოლოგია არის ლიბერალური, ასე ვთქვათ, ისინიც კი თავის პოლიტიკურ პროგრამებში საკმაოდ სოციალურ დაპირებებს და გაზრდილ სოციალურ ხარჯებს გვთავაზობენ. დიახ, გასაგებია ბატონ ირაკლი, ანუ პოპულიზმით არის ნაკარნახები სოციალური დაპირებები. ახლა ბატონ ტარიელ მინდა თქვენთან დავბრუნდე და კითხოთ თქვენ ბრძანეთ, რომ აი რაღაც საკითხები მოგეწონათ და ეთანხმებით პოლიტიკურ პარტიებს, ეკონომიკურ ხედვებს. აი კონკრეტულად რა არის რეალური, რასაც თავაზობენ, რაც მიღწევადია და შესაძლებელი არის რომ განხორციელდეს? რეალური მიღწევადი და შესაძლებელი სიმართლე გითხრათ ისეთი კვალიფიკაცია ჯერჯერობით აი 100%-ით რომ პასუხობდეს ამ კვალიფიკაციას ეგეთი ვერ ვნახე, მაგრამ მე სხვა კუთხით მინდა შევხედო. დიახ. ის რა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ეს არ არის ზღაპარი თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს არის საკმაოდ რეალისტური თუ ამას ჭკვიანურად გააკეთებს მართველი გუნდი. ჩვენ ანუ აი იქნებ მოკლედ მითხრათ შეიძლება რა უნდა გაკეთდეს მაშინ აი თქვენ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ დრო გვაქვს ძალიან მცირე და მინდა რომ მოვასწრო ყველასთან საუბარი და შეიძლება. კი ბატონო, იცით რა, ეს არის მრავალწახნაგიანი პროცესი, მაგრამ ჩვენ მოძრაობა კარგი ვიძახით ერთ რამეს, თუ გვინდა მოკლევადიან პერიოდში სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში უნდა შევხედოთ შიგა რესურსს. დიდი წილი მე რაც დავინახე პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, იქ არ არის შიდა რესურსებად პატივისცემა. აი მაგალითს ვიძახი. დიახ, რას გულისხმობთ? ვაფეტიშებთ ინვესტიციებს, რომელიც შარშან იყო 1.351 მილიონი. მაშინ როცა შარშან შიგა ინვესტიციები, რომელიც ჯამში დაიხარჯა სახელმწიფოს, მოსახლეობისა და სხვადასხვა არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ და ჯამში არის 21 მილიარდი, საიდან გამოვთვალეთ, ვნახეთ, შევამოწმეთ და გეტყვით. 3.2 მილიარდი ლარი არის, რაც სახელმწიფომ დახარჯა, 12 მილიარდი ლარი არის, რაც მოსახლეობამ დახარჯა, დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე არის, რაც დაიხარჯა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების მიერ და ეს დახარჯული თანხა არის რეალური ინვესტიცია. აი ხელში მიჭირავს ლარიანი, ხო? მე რომ ამ ლარიანს დავხარჯავ, ეს არის ზუსტად ის თანხა, რაც ხმარდება კონკრეტულად იმის განვითარებას, რაშიც დავხარჯავ. თუ მე ამას დავხარჯავ ქართულ პროდუქციაში, ანუ ვიყიდი ქართულ პროდუქციას, ის ვინც შემოსავალი მიიღო და ასევე იყიდის ქართულ პროდუქციას, ეს ფული რჩება ქართულ ეკონომიკაში, ბრუნავს და რაც მეტი ბრუნავს ფული ქართულ ეკონომიკაში, მით უფრო მეტი ადამიანი ღებულობს მას შემოსავლად, მით უფრო მეტად ვითარდება, მით უფრო მეტად საქმდება ადამიანი, ვითარდება ბიზნესი, იხდიან გადასახადებს და ეს უკვე არის ეკონომიკური განვითარება. დიახ, გასაგებია, ანუ ადვილად შეიძლება უნდა მოხდეს ინვესტირება ადგილობრივ პროდუქციაში, შევისყიდოთ ადგილობრივ პროდუქცია და გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, მაგრამ აქ არის ყველაზე სწრაფი შანსი, რომ ზრდა მოხდეს მოკლე დროში. დიახ, გასაგებია, მადლობა ბატონ ტარიელ, ახლა ბატონ დავითთან მინდა დავბრუნდე სტუდიაში. ბატონ დავით, აი თქვენ როგორ შეაფასებთ პოლიტიკური პარტიების წინა საარჩევნო ეკონომიკურ ხედვებს, რა არის რეალური, რასაც თავაზობენ, თუ პენსიებზე ვისაუბრეთ, უკვე რომ არა რეალური. რაც არის გამოქვეყნებული ეს რამოდენიმე პარტიის, ანუ ძირითადში გამოქვეყნებული სახით ჰქონდა გირჩს, რაც დავათვალიერე, ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებას გამოქვეყნებული სახით არ აქვს, ალბათ მზადების პროცესში მოგვიანებით იქნება რამე სრულფუნქციონალი თქვა დოკუმენტი, წარმოქმნილი იყო თავისუფალი დემოკრატების და იყო პატა ბურჭულაძის პარტიის თქვა პროგრამა, რაც ვნახე. მოვიძიე და თქვა ჩანდა რომ რაღაც ელემენტები ნამუშევარი იყო. საერთო ნიშანი ამათ ყველას აქვს, აი რომ განყენებულად რო შევხედოთ, ანუ ყველა აქცენტირებას ახდენს გადასახადების დაწევაზე, ვიღაცა უფრო სწრაფი და რადიკალური ვიღაცა ნაკლებად და მეორე ეს იყო სახელმწიფოს ზომის და წონის შემცირება კლებაზე, უფრო რადიკალურად ანაკლებად ეკონომიკაში. ძირითადად ეს ორი აქცენტი გაკეთა და არის გაყვრით ალბათ პოპულიზმის ელემენტები, უკვე ტარიელმაც აღნიშნა, ეს არის ქართულ წარმოებაზე და წახალისება და თქვა საელემენტები. ანუ რეალურად დიდი განსხვავება მათ შორის არ არის. ასეთი განსხვავება. აი რამდენად რეალურია ეს, რომ გადასახადები უნდა შევამციროთ და რას მივიღებთ ამ გადასახადების შემცირებით, აი ეს გათვლები. მოდით ასე შევხედოთ, ვის უმცირებთ მაშინ ამ გადასახადებს, ხო? ანუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ვინ ავსებს? საგადასახადო
შემოსავლებით ისე. გასაგებია რა კომპანიები ადგილობრივია ეს კომპანიები? ან ჩვენთან არის ტრანსნაციონალური კომპანიები, იქნება ეს სოკარი, იქნება ეს ვთქვათ მაკდონალდი, იქნება ვთქვათ ქსელური საერთო გლობალური ფირმები, როცა ჩვენ უმცირად დიდი მადლობას გვეტყვილენ, წაიღებენ თავის სამშობლო head office-ებში ვთქვათ მოგებას და იქნებიან ბედნიერად. ჩვენ ამითი რა უმცირებთ გადასახადის ტვირთ უცხოელებს ფაქტობრივად. ან უცხოურ კომპანიებს. დიახ, ისინი ასაქმებენ საქართველოს მოსახლეობას. გასაგებია ეს აქცენტირება შესაძლებელია, მაგრამ ვამცირებთ მაშინ შემოსავლის ნაწილი, რომელსაც არ მიიღებს ბიუჯეტი, ვის უკვეცავთ. ანუ ჩვენთან არის 3.700.000 ადამიანი, მე შემწეობებს სხვადასხვა სახის სოციალურ ღებულობს დაახლოებით მე-13 მოსახლეობის, მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი. ანუ სადღაც ანალოგიური ციფრი პირობითად შეიძლება როგორც უმუშევარი უწოდოთ, გასაგებია ოფიციალური სტატისტიკით 12-15%-ია, მაგრამ აქ გულისხმობა თვითდასაქმებულები, ვთქვათ, სოფლად არ ითვლება უმუშევრად. რეალურად ისინი მაინც უმუშევრები არიან, ამიტომ რომ ისეთი შემოსავლის დონე არ გააჩნიათ, ანუ ეს პრობლემა, 1/13 მოსახლეობის არჩენს დანარჩენ 2/13. აი ესეთი ვითარება გვაქვს. აი ესეთი. ახლა და ბატონო ირაკლისთან გადავინაცვლო და ბატონო ირაკლი რომ შევაჯამოთ სამწუხაროდ ძალიან მცირედ რო გრჩება და თქვენ რას ეთანხმებით ვთქვათ პოლიტიკური პარტიების ხედვებში რაც მათ წარმოადგენთ მოკლედ რომ მიპასუხოთ შეიძლება. დათანხმება ძალიან გამიჭირდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური ხედვებისა, რადგანაც ისინი თითქოს გაჭრილი ვაშლებით გავს ყველა ეკონომიკური პროგრამა ერთმანეთს, ყველგან კეთდება აქცენტები სოციალურ ხარჯებზე, სოციალურ დახმარებებზე, პენსიების გაზრდაზე, გადასახადების შემცირებაზე, და აქ სამთავრობო ხარჯების შემცირებაზე და აქ ერთი საგულისხმო ფაქტია ის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკეთებს შეფასებას, რომ უნდა შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები, სამთავრობო ხარჯები გარდა მართველი პარტიისა, ყველა სხვა დანარჩენი პარტია ამაზე აკეთებს აქცენტს და ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, შემდეგ რამდენად შეელევიან და რამდენად მოახდენენ ამ ხარჯების შემცირებას, ეს უკვე ცალკე საკითხია. ამას გვიჩვენებს უკვე საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ რა მოხდება. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა აი ამ შეფასებების, დებატების. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის.